აი ეს კორიდორი სომხეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გაკეთდება საგზაო, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, იყო რა თქმა უნდა თავის დროზე ასეთი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ახლა მოშლილია და არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. აგერ ხედავთ აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს ნახიჩევანის ოლქი, რომელიც აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისგან მოწყვეტილია, აქ ირანია, აქ სომხეთის ტერიტორია და პირდაპირ კავშირი არ ქონათ საქართველოს გავლით უწევდა აზერბაიჯანს ამ ტერიტორიასთან დაკავშირება. ეხლა ეს კორიდორი კეთდება და ამ კორიდორით მე პირდაპირ გადის გზა თურქეთზე. თურქეთს უკავშირდება, მაგრამ აქ რა თქმა უნდა საუბარი არ არის მხოლოდ ნახიჩევანთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე, აი აზერბაიჯანს მოდი აი რამენაირად გზა გაუხსნათ ნახიჩევანზე და მაგისთვის ვენსი ჩადის სომხეთში და საუბარია, რა ვიცი, 15 მილიარდიან ინვესტიციაზე. ეს გზა დაუკავშირდება თურქეთს, საზღვაო პორტებს და შესაბამისად აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით, საქართველოს გვერდისავლით იარსებებს დაკავშირების შესაძლებლობა. ეხლა რატოა ეს ასეთი მნიშვნელოვანი და რა პრობლემა იყო ამ გზის გახსნაში მანამდე? ხო, გესმით, გახსოვთ, რომ სომხეთს სერიოზული კონფლიქტი ქონა ყარაბაღის სახით აზერბაიჯანთან. ამ ყარაბაღის კონფლიქტში დამარცხების შემდეგ სომხეთი შიშობდა, რომ ამ კომუნიკაციის გახსნა ჯერითი არც უნდოდა ამ დაძაბულ და არასანდო ურთიერთობების პირობებში და შიშობდა, რომ ამ კომუნიკაციის გახსნის შემთხვევაში მას არ ექნებოდა რაიმე რეალური დაცვის გარანტიები თურქეთისგან და აზერბაიჯანისგან. სხვათა შორის სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც დაიდო ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო ამ კომუნიკაციის გახსნა, ანუ საბოლოო სამშვიდობო ფორმატი სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის უნდა ყოფილიყო კომუნიკაციის გახსნის პირობების შემცველი. მაგრამ ვერ მიდიოდნენ საბოლოო დასკვნამდე რა ფორმით უნდა გახსნილიყო, ვინ უნდა ყოფილიყო გარანტორი ამ კომუნიკაციის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისა და პირვანდელ ვერსიაში ჩადებული იყო, რომ ამ კომუნიკაციის უსაფრთხოების გარანტორი უნდა ყოფილიყო რუსული მხარე. მაგრამ შემდგომ, სომხეთის ეხლანდელი მთავრობა, რომელიც პროდასავლური ძალებისგან არის დაკომპლექტებული და აზერბაიჯანიც დიდად აღფრთოვანებულები არ იყვნენ რუსული კომპონენტით ამ ნაწილში და ტრამპის მოსვლის შემდეგ ტრამპი აქტიურად ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში და მან დაალაგა უსაფრთხოების გარანტიები მიცა სომხეთს, ასევე დაპირდა სერიოზულ ინვესტიციებს და დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ამ გზის უსაფრთხოების კონტროლი ჩაბარდება ამერიკულ კომპანიას, ამ უსაფრთხოებას დაიცავს ამერიკული კერძო სამხედრო კომპანია, ამ გზის კურატორი კომპანიის 74%-ის წილის ფლობელი იქნება ამერიკა და დანარჩენი იქნება სომხეთის 74-76%-ის და დანარჩენი წილი იქნება სომხეთის საკუთრებაში და ეს ამერიკის გარანტიით, უსაფრთხოების გარანტიით მოხერხდება სომხეთის დაცულობის უზრუნველყოფა თურქული ექსპანსიისგან. ეხლა რაშია ამერიკის ინტერესი ამ პროექტში? რატო ასეთი მნიშვნელოვანი ჩამოდის საუბარია იქ რაღაც 15 მილიარდის ინვესტირებაზე? სხვათა შორის ჩვენ დაახლოებით 1 კვირის წინ გაჟღერდა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ამერიკაში და გაესაუბრა ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, რა ცნობებიც ამაზე ვრცელდება, იქაც როგორც ჩანს ესაუბრენ აი ზანგეზურის კორიდორის პროექტზე. ანუ რაღაც შინაარსი იყო, რომ ხელი არ თქვენგან ხო არ იქნება რაიმე ხელი შეშლა ალბათ. როგორც ჩანს, ანუ ჩვენთან თუ რამეზე ლაპარაკობენ ისევ იმ პროექტზე. სომხეთის და აზერბაიჯანის აი სატრანზიტო გეგმის ურყეობაზე. და რა არის ამოცანა, რა არის გეგმა? საქმე იმაშია, რომ
თქვენ ხედავთ ირანის ირგვლივ მიმდინარეობს სერიოზული დაძაბულობა. ჩამოშლის პირას არ არის აითოლების ხელისუფლება, მაგრამ სერიოზულად შეირყა მათი მდგომარეობა. ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, რომ ირანმა დათმოს ბირთვული პროგრამა, სამხედრო ბირთვული პროგრამა და მათ შორის მიწოლა მიდის, რომ ზოგადად ბირთვული ურანის გამდიდრების მათ შორის სამოქალაქო არასამხედრო მიმართულებაც დაითმოს. რაც ნიშნავს, რომ ამაზე მიდის ვაჭრობა ირანთან ახლოს მდგომი ამერიკული ფლოტის პირობებში. ფაქტი არ არის, რომ ირანი ყველაფერს დათანხმდება, ბევრ ამას არ თანხმდება, მაგრამ უკვე ბევრად გახსნილი ჩანს საუბარზე, ვიდრე იყო მაგალითად 1 წლის წინ. ანუ ირანის მდგომარეობა სერიოზულად შეირყა იმასთან შედარებით, რაც იყო. და არ უნდა ახალი ომი. არ უნდა ახალი ომი, იმიტომ რომ წინა ომმა სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მიაყენა და ეს არეულობები, რომლებიც ირანში იყო, რომლებიც ჩახშობაც მოახერხეს, მაგრამ არ იყო უმტკივნეულო პროცესი, ეს არეულობები გამოიწვია ძალიან სერიოზულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც არსად არ წასულა. ამ პირობებში სომხეთზე გამავალი სატრანზიტო კვანძი ნიშნავს, აი რუკა ვაჩვენოთ, მოდი. სომხეთზე გამავალი სატრანზიტო კვანძი ნიშნავს პირდაპირ აი თურქულ საკომუნიკაციო პროექტს, რომელიც ერთი რომ ირანს ჩრდილოეთიდან ჭრის, მათ შორის რუსეთის ტრანზიტი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. მეორე ამ კვანძს უჩნდება ექსკლუზივი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ ტვირთებზე, იმიტომ რომ თუ აზერბაიჯანს აქვს ალტერნატიული კვანძი ზღვასთან დაკავშირების და დასავლეთთან დაკავშირების, საბოლოო ჯამში აზერბაიჯანი და მისი მოკავშირე მფარველი თურქეთი წყვეტენ რომელი ტვირთიც აიწავა. ან წავა თუ არა საერთოდ მაგალითად ჩრდილოეთით ჩვენი მიმართულებით რამე. ან რა პირობებზე წავა ეს ტვირთები. პირობების წამოყენებაში იქნებიან ბევრად მოქნილები და შესაბამისად აქ ფაქტიურად აი ამ სატრანსპორტო კვანძით, რომლის გარანტორიც ხდება ამერიკა, შენდება ერთგვარი თურქული კედელი, რაღაც კომუნიკაციის საშუალება და კედელი, რომელიც ახლა აქ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ პირდაპირ დაახშობენ, გადაკეტავენ, რაღაცა კავშირის საშუალებას არ მიცემენ ეგრევე არავისთან, მაგრამ ის რომ პირობები შეიცვლება, ეგ ცალსახაა. ასევე მაგალითად შუა აზიაში, თურქეთის შუა აზიასთან კომუნიკაციის პრობლემა და ექსპანსიის პრობლემა, რაში მდგომარეობდა თურქეთს, არ ქონდა საიმედო პირდაპირი კავშირი, სატრანსპორტო კავშირი შუა აზიის მიმართულებით. არსებობდა საქართველო, ოღონდ საქართველოს მთავარი მაგისტრალი ძალიან ახლოს არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რაღაც 1 საათის საქმეა, თუ გადაწყვიტა მაგალითად რუსეთმა ამ მაგისტრალის გადაჭრა და ზოგადად საქართველოს, რომელსაც პირდაპირ საზღვარი აქვს რუსეთთან და თან ტერიტორიები აქვს რუსეთს ოკუპირებული, პირდაპირ მოწყვლადია რუსული ძალის ზემოქმედების მიმართ. შესაბამისად, შუა აზიაში თურქული ექსპანსიის საკუთარ გავლენების, ეკონომიკური გავლენების, იდეოლოგიური გავლენების ექსპორტის შესაძლებლობა და ეს თურქეთი არ არის მხოლოდ ცალკე აღებული თურქეთი არის მათ შორის ამერიკასთან ერთად თუ ლაგდება ეს პროექტი, ამერიკის გამტარი ხაზია თურქეთი და ისინი ამ ნაწილზე აქ საკუთარი ძალის ინტერესების გავრცელების ნაწილზე დალაგდებიან. შესაბამისად, თურქეთს მყარი საკომუნიკაციო საშუალების გარეშე თურქული იდეოლოგიური და ეკონომიკური ექსპანსია და ამ გზით ამერიკული ძალიან შეზღუდული იყო შუა აზიისკენ. ამ შემთხვევაში თუ ჩდება სომხეთის ამერიკის გარანტიის ქვეშ მოქმედი სომხეთის თავდაჯერება, რომ მათ არ ემუქრებათ დიდი არაფერი, სანამ ამერიკა მათ იცავთ. დიდი არაფერი აზერბაიჯან-თურქეთს შორის ეკონომიკური კავშირების ძალიან მყარი კავშირების, აქტიური კავშირების გაბმის შემთხვევაში
ეს არის ფაქტიურად პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ირანის მიმართულების გადაკეთებას და სერიოზულად შეკვეცას, რუსეთის ჩრდილოეთიდან სამხრეთით კავშირის შესაძლებლობების შეკვეცას, საქართველოს მნიშვნელობის სერიოზულად შერყევას, შესაბამისად საქართველოსთან სავაჭრო პირობების დრამატულად იზრდება ამ მიმართულებისთვის და ამერიკისთვის, რომელიც ამას აქედან ბენეფიტებს იღებს და შუა აზიისკენ ექსპანსიის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება. სინამდვილეში ამ პროექტის მომსწრენი ვარ ჩვენ ახლა, ანუ უცებ არ გაგიჟდნენ უბრალოდ და მოდი ახლა წავიდეთ და მაშინ სომხებს ერევანში ვესტუმროთ, აზერბაიჯანელებს ბაქოში და რაღაცა მილიარდების ჩადებას დავპირდეთ. ეს მილიარდების ჩადებაში გულისხმება, რომ სომხური საზოგადოება შორის ეკონომიკურად ამაზე ხა რა თქმა უნდა რუსეთი ეცდება რომ რაღაც კონტრეაქცია ქონდეს, მათ შორის ეკონომიკური კონტრეაქცია. ამერიკამ გარკვეული სამუშაოები უნდა ჩაატაროს იმისთვის, რომ ეს პროექტი და ამ პროექტში სომხური საზოგადოების სტაბილური განწყობა რომ ამ პროექტს გაყვნენ, არის მნიშვნელოვანი. ეს პროექტი იყოს მდგრადი მათ შორის სომხური საზოგადოების კმაყოფილების და ოპტიმისტური დამოკიდებულების ხარჯზე და ეკონომიკური სტაბილურობის ხარჯზე. ამიტომ ამერიკა როგორც ჩანს მართლა აპირებს და მასშტაბი ინვესტიციებისა, რასაც აჟღერებენ შთამბეჭდავია, მართლა აპირებს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადოს იმისთვის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით სტაბილური იყოს, სამხედრო თვალსაზრისით ახლა თქვა სომხეთის პერსპექტივიდან შევხედავთ ეს გრძელვადიანი პერსპექტივიდან, რა თქმა უნდა, თურქების ხელში აღმოჩენა სომხური სახელმწიფოსი, მათ ამარა აღმოჩენა და მათი კეთილნების იმედზე დარჩენა საბოლოო ჯამში სუიციდური გეგმა, მაგრამ გარკვეულ მოკლევადიან პერსპექტივაში თურქეთი არ დაიწყებს ამერიკის შუამავლობის როლს არ შეუქმნის კრიზისს, არ შეუქმნის პრობლემებს, იმიტომ რომ თურქეთი ხვდება ეხლა რომ ეხლანდელი რაღაცა აქტიური, აგრესიული ქმედებებით სომხური საზოგადოებას ჯერ აქვს ეფექტური საშუალება, თქვათ ისევ რუსული თავდაცვის მიმართულებით გადაიხაროს მათი ნება და ამ გზით მოხდეს მათი თავდაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ თურქები ახლა ეცდებიან ამერიკის ამ პროექტს მხარი აუბან, რაც შეიძლება კონსტრუქციული ფორმატი ითამაშონ, აი რაც შეიძლება კონსტრუქციულ ფორმატში იმოქმედონ და რაც შეიძლება მდგრადი განწყობების შექმნან სომხურ საზოგადოებაში იმისთვის, რომ კომუნიკაციები, მათ შორის არც შემოიფარგლოს მხოლოდ ზანგეზურის კორიდორით, არამედ თუ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და განწყობები საზოგადოებებს შორის შედარებით დათბა, იქ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ ეს გზა იქნება გამტარი საშუალება, სხვა გზებიც არსებობს სომხეთის ტერიტორიაზე და სხვა გზებითაც შეიძლება აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით თურქეთში მოხვედრა. ამიტომ ვინმე თუ თulis რომ იცით რა, აი ზანგეზურის კორიდორი ცოტა გრძელია, ისეთი გამტარუნარიანობა არ ექნება რომ მაგალითად საქართველოს ჩაანაცვლოს და ამიტომ რაღაცა ჩვენ მაინც ვერ ჩაგვანაცვლებენ, ჯერ ერთი ეგ პირობებს უკვე ცვლის, რომ ალტერნატიული გზა არსებობს და მეორეც ერთი მხოლოდ ეგ გზა არის არსებობს სამომავლოდ. ამიტომ ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ უბრალოდ მარტივად რო ვთქვათ, სხვა გზა ჩდება სამხრეთ კავკასიაში და ეს სხვა გზა დრამატულად ცვლის ძალთა ბალანსს. ეს არ არის უბრალოდ ერთი გზა. ჩვენთვის განსაკუთრებით დრამატულად ცვლის, იმიტომ რომ ჩვენი მნიშვნელობა თვალსა და ხელშუა იკარგება. ჩვენთან რატო არსებობდა ეს მყარი წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაცაზე დაგველაპარაკება, ტრამპი რომ მოვა რაღაცაზე დაგველაპარაკება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტრანზიტი, ჩვენ გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დასავლეთს. მთელი აღმოსავლეთი ჩინეთიდან მოყოლებული, იძულებული იქნება ჩვენზე გაიაროს. ამიტომ ჩვენ ალტერნატივა არ გაგვაჩნია. არ არის ეგრე, აღარ არის ეგრე, აღარ იქნება. ამერიკა იმუშავებს იმისთვის, რომ თურქული პროექტი გაძლიერდეს სამხრეთ კავკასიაში და მათ
და ამერიკის სომხეთი ამაში იქნება გასაღები ამერიკის ხელში. სომხეთს იცის რომ ამერიკის გარეშე ამ პროექტში უსაფრთხოდ ვერ იქნება, ამიტომ ამერიკისთვის გასაღები, რომელიც ამ პროექტის კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. თურქული პროექტი ამერიკის გასაღებით სომხეთის სახით იქნება ექსკლუზიური კორიდორი, რომელსაც შეუძლია საერთოდ ჩაკეტოს თუ რაღაც მომენტში გადაწყდა, გააპრობლემოს ტრანზიტი, გააძვიროს რომელიღაცა მიმართულებისთვის ტრანზიტი, გაურთულოს, ანუ აკონტროლოს ტრანზიტი აზერბაიჯანის გარეშე ჩინეთიდან და აღმოსავლეთიდან ვერაფერი ვერ შემოვა, ამიტომ აზერბაიჯანი მათ შორის გადაწყვეტს იმას და ესენი ერთად გადაწყვეტენ იმას, ჩვენ კი რა პირობებზე წამოვიდეს, ან რა არ წამოვიდეს. ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა დრამატულად ცვლის ჩვენს წონას და მათ შორის ჩვენი წონა ისე რომ დაეცა რომ დერეფანში შევხვდით ხელი ჩამოვართვით ვიღაცას და ეგ გვიხარია და სხვებს ხვდებიან აქტიური დაპირებებით, ეგ მაგიტოა, იმიტომ რომ იმათი მნიშვნელობა რეალური ალტერნატიული გზის სახით თვალსა და ხელშუა გაიზარდა. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვართ ძალიან რთულ მდგომარეობაში რეალურად, ერთი რომ საჭიროებას ვკარგავთ, მეორე რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ყველა ეტაპზე ჩვენი საქმიანობის და ანალიტიკის სფეროში ძალიან ბევრი გვილაპარაკი ამ თემაზე, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ყველასთან. ან ჩვენ შეგვეძლოს რაც შეიძლება მეტი მიმართულებით საუბარი აქტიურად და არ შეიძლება მოწყვეტილები ვიყოთ, იზოლაციაში ვიყოთ საერთაშორისო დონეზე.